რა პროცესია? როგორც ცნობილი არის, ცოტნე გამსახურდიას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლო მიმდინარე წლის 21 სექტემბერს ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც ჩვენს მიერ გასაჩივრდა მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში. შეტანილი არის საკასაციო საჩივარი. პარალელურ რეჟიმში ჩვენ მუშაობთ სტრასბურგში ევროსასამართლოში გაგზავნილ საჩივართან დაკავშირებით გამსახურდია საქართველოს წინააღმდეგ. ამ ეტაპისთვის გასაჩივრებული არის მისი უკანონო დაკავება და უკანონო დაპატიმრება, რომელიც არის პოლიტიკური მოტივაციით და პოლიტიკური აქტი არის ერთიც და მეორეც ორივე არის უკანონო პროცესუალური აქტით უგნებავთ და ჩვენ ვართ კომუნიკაციების გაცვლის სტადიაზე, მაგრამ გარდა ამისა, რომ უზენაეს სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული ერთი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, ასევე ჩვენ უახლოეს დღეებში ვაპირებთ კვლავ მივმართოთ სულ ახალი განაცხადით და ახალი საჩივრით სტრასბურგში ევროსასამართლოს და ამას მე გავაკეთებ პირადად, რასაც ქვია იმ პირველი ბრალდების საქმეზე, ჯაშუება შეთქმულების საქმესთან დაკავშირებით გონივრული, ესე იგი ვადის დარღვევა თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან, ვინაიდან დარღვეული არის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, ეს არის სასამართლოს საქმის განხილვის ხანდაზმულობა, ასე ქვია ამას იურიდიულ ენაზე, ვინაიდან ჯერ კიდევ 2009 წლის 30 აგვისტოს საქალაქო სასამართლოში შესული აღნიშნული საქმე, რასაც ქვია შეთქმულებაში და რა ქვია შეთქმულებაში მონაწილეობა, ცოტნე გამსახურდიას ჯაშუებაში და შეთქმულებაში მონაწილეობა, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე წელიწადი და 3 თვეა ზუსტად თაროზე არის შემოდებული და იგი არ იხილება, ანუ შეგნებულად ჭიანურდება ამ საქმის განხილვა და დარღვეული არის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცესუალური ვადები. დარღვეული არის საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა, ვინაიდან არ შეიძლება პირი ერთსა და იმავე საქმეზე იმყოფებოდეს ბრალდებულად 9 თვეზე მეტი ვადით და არ იყოს მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. ამიტომ ეს არის პირდაპირ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ქვეპუნქტის დარღვევა და ჩვენ ცალკე განაცხადით მივმართავთ და კიდევ ერთი განაცხადი შევა უკანონო პოლიტპატიმრის ცოტნე გამსახურდიასი საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში. ასევე ვაპირებთ, რომ იმ არაადამიანურ პირობებში ყოფნის გამო, რასაც ქვია ცოტნე გამსახურდიას თითქმის წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ეგრეთ წოდებულ სამარტოვო საკანში მოთავსება. ეს კიდე ცალკე დარღვევა არის. ის რომ არ ხდება მისგან თავისუფლად კორესპონდენციების გატანა. მე ბოლო ფაქტი მინდა განსაკუთრებით შემაშფოთებელი არის დავაფიქსირო, ვიცოდეს საზოგადოება, მე მის ადვოკატს უფლება არ მომცეს და ასევე ცოტნე გამსახურდიას, რომ მისი საკასაციო საჩივარი გამომეტანა ყოველგვარი ზედმეტი, ასე ვთქვათ, ციხის ადმინისტრაციის ჩარევის გარეშე. დაიბლოკა ეს საკასაციო საჩივარი და დირექტორის განცხადებით 48 საათის განმავლობაში ის აპირებდა ამ საჩივრის გამოკეპას ადმინისტრაციის შენობაში. დამჭირდა 4 საათიანი ძალისხმევა და განმარტება იმისა, რომ ეს არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია დაცვის მხარის მიერ და დირექტორი აჭარბებდა ამ შემთხვევაში უფლებამოსილებას, მას უბრალოდ უნდა დაედასტურებინა ცოტნე გამსახურდიას ხელმოწერა აღნიშნულ დოკუმენტზე. აღარაფერს ვამბობთ, რომ ესე იგი არანაირი ოჯახის წევრებთან მიმოწერა, არანაირი წერილი არ გამოდის იქიდან, ტაბუ დადებულია, კანცელარია არ ღებულობს არც ერთ განცხადებას, რასაც ცოტნე გამსახურდია აწერს ხელს და ჩვენ ასევე ვერ გადავცემთ მას ვერანაირ კორესპონდენციას, ვერც იქიდან ვერ გამოგვაქვს. ეს არის პატიმრობის შესახებ საქართველოს კანონის 26-28 მუხლების უხეში დარღვევა, გავდივართ ცენზურას, იჩხრიკება დამცველი, ეხებიან ხელით, ეს კიდე ცალკე საკითხი არის. ერთი სიტყვით ყველა ამ დარღვევას ჩვენ მოუყრით თავს და ცალკე ინფორმაციის სახით მივაწვდით ევროსასამართლოს, რომელიც იხილავს უკანონო დაკავება დაპატიმრების საქმეს და როგორც აღვნიშნეთ, ასევე ცალკე განაცხადი შევა სასამართლოს განხილვის ვადების დარღვევასთან დაკავშირებით. ეს მე-6 მუხლის პირველი ქვეპუნქტიდან გამომდინარე. ეს არის ის სიახლე, რაც
დღეისათვის არის ცოტნე გამსახურდია საქმესთან დაკავშირებით. ასევე სიახლე არის ის, რომ ცოტნე გამსახურდია მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს მიმართა, ერთად მივმართეთ, რა თქმა უნდა, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამია ფხაკაძეს, რომ მომხდარიყო საქალაქო სასამართლოში შესული ყველა ცოტნე გამსახურდიას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გაერთიანება და განხილვა. მაგრამ სამწუხაროდ თვე გავიდა თითქმის და არანაირი რეაგირება ამ წერილს არ მოყოლია, არანაირი ოფიციალური პასუხი ჩვენ ამ გაგზავნილ განცხადებაზე, რასაც ცოტნე გამსახურდი აწერს ხელს და მე მივიტანე პირადად ჩავაბარე კანცლერებს, დღემდე პასუხი არ მიგვიღია. ამიტომაც ჩვენ იძულებულები ვართ, რახანც შიდა სახელმწიფოებრივი სამართალდაცვითი საშუალებები არაეფექტურია, ჩვენ იძულებული ვართ მივმართოთ უკვე სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ჩვენ სხვა გზა უბრალოდ არ დაგვჩენია და ჩვენ ამას უახლოეს დღეებში კიდევ ახალი განცხადებებით შევალთ ევროსასამართლოში. უკაცრავად ევროსასამართლოში წლებით დევს ეს მასალები და თქვენ რა ბერკეტი გაგაჩნიათ დაჩქარების? ჩვენ დაჩქარების ბერკეტი ეხლა საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, თუ როგორ მოხდა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 26 ივნის შესული განცხადების საჩივრის განხილვა ექსტრემალურად მოკლე ვადაში. ეს საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი და ალბათ თქვენთვისაც 3 დღეში მივიღეთ ჩვენ დაკმაყოფილება სტრასბურგის სასამართლოდან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ცოტნე გამსახურდია საქმე, ეს არის ძალიან პრეცედენტი, ეს არის პრეცედენტი. ასეთი დარღვევებით ალბათ არც ერთი სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სინამდვილეში არ არსებობს. ესე იგი, რაღაც ერთი წლის განმავლობაში ადამიანს აქვს 7 უკანონო ბრალდება წარდგენილი. გარდა ამისა, იმდენად არის საინტერესო და იმდენად ესე იგი პროგრესული არის, რომ ეს დაჩქარდება და ძალიან მოკლე ვადაში იქნება გადაწყვეტა. ლაპარაკი არის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟზე, რომელიც არის ამ ხელისუფლების პოლიტიკური დევნილი და მძევალი. ამას ჩვენ არაერთხელ ყველა ჩვენს გამოსვლაში, ყველა ჩვენს პუბლიკაციაში ვაფიქსირებთ ღიად და შეუფარავად და არავისთვის არ არის ეს დამალული და ეს გვაძლევს იმედს, რომ როგორც ის პირველი განაცხადი დაკმაყოფილდა და ძალიან მოკლე ვადაში, ეს იქნება ძალიან პრეცედენტული და ამას დანარჩენ განაცხადებსაც ევროპული სასამართლო ძალიან მოკლე ვადაში და შემჭიდროებულ ვადაში გადაწყვეტავს.